დღეს განვიხილოთ მონანიება. რა არის ღვთიური მონანიება, რა არის ტაძრული მონანიება. საერთოდ მონანიება რა არის? სინანული. ჩვენი შეცდომის გაცნობიერება გვჭირდება, მაგრამ სინანული რაში გვჭირდება? ვისია სინანული? ღმერთის თუ ბნელის? სინანულის დროს რას გძნობთ? ბედნიერებას, ღვთიურობას თუ სტრესს და ტკივილს და გვემას? ვისია ეს ჩამოთვლილი ემოციები? სატანის. მაშ რაში გვჭირდება ჩვენ გვემა, სინანული და ეს ყველაფერი ამ ფორმაში? ეს ხომ სატანაზე ლოცვაა? რა თქმა უნდა, არაფერში არ გვჭირდება რეალურად. სინანული არის აბსოლუტური დესტრუქცია. რას აკეთებს ქრისტიანი, როდესაც ცოდვას ჩადის? მიდიხარ ტაძარში და გარკვეულ პროცედურებს გადიხარ და შემდეგ აღსარებას აბარებ მოძღვარს, სადაც გვემავ, სტრესის სახე გაქვს, ტირი ხარ, ისტრესები და 1000 დესტრუქციულ ემოციაში ხარ. რელიგიურ მონანიებას არანაირი კავშირი არ აქვს ღვთიურ მონანიებასთან. ექნიკურად რელიგიურ მონანიებას სატანასთან უფრო აქვს კავშირი, ვიდრე ღმერთთან. მარტივი პასუხია: ტირილი, გვემა და სინანული არის სატანის. ანუ მან შექმნა ეს, მისია, მას ეკუთვნის ეს ენერგია და ამ ენერგიას რომ განიცდი, ღმერთთან რანაირად ლაპარაკობ, მაგ დროს მაინტერესებს. ვერანაირად. შევთანხმდებით, რომ სინანულით, გვემით და ყველა ამ ენერგიით ღმერთი არ იკვებება. იკვებება სატანა და დაბალი არსები. მაშ რატომ მივდივართ ტაძარში და რატომ ვიგვემებით და რატომ ვტირივართ და რატომ ვინანიებთ ამ ფორმაში ცოდვებს? ლოცვა არის შენი კონკრეტული მდგომარეობის მდგომარეობა. სტრესში ხარ, ილოცები სატანაზე. მშვიდში ხარ, სიყვარულში ხარ, ილოცები უფალთან. მოკლედ რომ ვთქვათ, მიხვედი, იტირე, ცრემლიყარე, იგვემე, მაგარ სინანულში ხარ, გრცხვენია, ყველა პროცესი ჩაატარე ამ გვემის და ამ ტირილის და სინანულის და მოძღვარი გეუბნება. გააკეთე ეს, ილოცე, შესაწირი შესწირე, ეს ქენი, ის ქენი და მიტევებული გაქვს ცოდვები, გეუბნება. ადამიანმა, რომელმაც ჭუჭყიანი ბინძური ფეკალია ჩაიდინა, გამოდის ტაძრიდან და მიტევებული აქვს და გამართულია მხრებში. რა კარგი ამინდია, მზიანი, ღმერთფაც მომიტევა, გუშინ რომ ჩემს ნაცნობს სულში დანა ჩავარტყი, ეს უკვე მოტევებული მაქვს და დღეს ახალი დღე იწყება. და ბედნიერია. გავიდა ერთი კვირა, ორი კვირა და ამ ადამიანმა ისევ ჩაქაქა, უფრო მეტიც, რადგან ელოდება მოძღვარი, რომელიც მიუტევებს ჩაქაქურს. მერე ისევ მივა და ესე წრეზე ტრიალებს, გამოდის, გაიზმორება, რა ლამაზი ამინდია, გავა ისევ ერთი ორი კვირა, ჩაქაქა, ჩაქაქა, ჩაქაქა და ჩაქაქული დადის. სწორედ ეს ბოლო კვანძია მომენტი, რა ფუნქციაც აქვს რეალურად დღევანდელ აღსარებას. და რა ფუნქცია აქვს? ის ფუნქცია აქვს, რომ შენ რეგულარულად იარო აღსარებაზე. რეგულარულად ერთი და იგივე ცოდვა ჩაიდინო და რეგულარულად ბრჭყალებში მოგიტევოს. რომ რეგულარულად იარო. ამიტომ ადამიანი, რომელიც რელიგიურად იტევებს ცოდვებს, ესეთი ადამიანი ბნელის წრეზე ტრიალებს და ვერ გამოდის ბნელის წრიდან. და ადამიანი ამ წრიდან ვერანაირ გაცნობიერებებს, შეცდომებზე, ვერანაირ წინსვლას ვერ აკეთებს. ისევ მიდის ტაძარში, ილოცება ბნელზე, გვემა ტირილით, მერე გამოდის, ისევ მოქმედებით ბნელს ემსახურება, ისევ აკეთებს ცოდვას და მერე ისევ მიდის, დადის ესე წრეზე. ამ ყველაფრის პასუხი რატომ აშავებს ადამიანი ერთი და იგივე ცოდვას არის მარტივი. არანაირი ძალისხმევა არ უჯდება ადამიანს იმისთვის, რომ ცოდვა მიეტევოს. არანაირ ძალისხმევას არ ხარჯავს იმისთვის, რომ გამოსწორდეს. გესმით? მიდის ტაძარში, დაილოცება თავისი ჭკუით, უпроსწორედ კი არ დაილოცება. მოძღვრის ინსტრუქციას ასრულებს. მეც არაფერს არ აკეთებს. ინსტრუქციას. და მერე მიდის. არანაირი ზრდა, გაცნობიერება და მოქმედება ამ ადამიანის არ არის. საქმის გამოსწორება, შინაგანი თვისების, მდგომარეობის გამოსწორება გონია მოძღვართან მოსვლა. ეს გონია უშველის და ვერ უშველის ეს. რატომ? იმიტომ რომ შენს ცოდვებს ვერავინ ვერ მიგიტევებს, დაიმახსოვრე ეს. მოძღვარი ამას ვერ იზამს. შენ უნდა მიუტევო შენ თავს ცოდვები და აგიხსნი როგორ. ეხლა აგიხსნით ნამდვილი ჭეშმარიტი ღვთიური მიტევება რა არის და თქვენ თავად გამოიტანეთ აზრი. ეხლა ცოტა უცნაურ ლაპარაკს დავიწყებ თქვენთვის უცნაურს და ბოლომდე მოისმინეთ და შემდეგ გამოიტანეთ აზრი. პირველი რიგში, როდესაც რაღაც დანაშაულს ჩაიდენ, ცოდვას ჩაიდენ, ცუდად მოიქცევი, პირველი რაც უნდა გააკეთო, ეს არის ის, რომ არ უნდა იგვემო, სინანულში არ უნდა ჩავარდე, უნდა იყო მშვიდში.
შემთხვევაში გვემას და ტირილს არაფერი არ უნდა. მარტივია. გვემა და ტირილი არის მარტივი. არანაირი ძალისხმევის დახარჯვა ტირილს არ ჭირდება. არანაირი ძალისხმევის დახარჯვა გვემას არ ჭირდება. არანაირი ძალისხმევის დახარჯვა სირცხვილის შეგრძნებას არ ჭირდება. სინანულს არ ჭირდება. ყველაფერი ის რაც სატანიდან არის მოსული, არანაირი ძალისხმევა არ ჭირდება. ოღონდ შენ დაწვი ღვთიური ენერგია სატანისთვის და არავინ არ გამუშავებს შენ ამისთვის, იმიტომ რომ გადაყარო შენი ენერგია, შენი ღვთიური ძალები ნაგავში სატანასთან, ამას არ ჭირდება შრომა. მარტივად რომ გიპასუხოთ, ნებისმიერ თქვენგანს მარტივად შეუძლია იყოს უბედური, მაგრამ რომ იყო ბედნიერი, რთულია. ანუ გვემა, ტირილი, სინანული და ეს ყველაფერი არის მარტივი და არანაირი ძალისხმევა არ ჭირდება ამას. ამიტომ შენ, როდესაც ცოდვას ჩაიდე, რაღაც დანაშაულს გააკეთებ სულიერებაში, შენ ეს ბნელის მოქმედებები არ უნდა გააკეთო, რადგან ეს არის ადვილი და ბნელისთვის არის ეს და არა ღმერთისთვის და არა შენთვის. რა თქმა უნდა, დესტრუქციულიც არის. ვეღარ გავიგე გიორგი კაცო, თუ არ ვიღელვე ჩემს შეცდომაზე, თუ არ ვინანიე, სინანული თუ არ განვიცადე, ეს ყველაფერი თუ არ გავაკეთე, აბა როგორ მოვინანიო ჩემი ცოდვა? ნამდვილი მიტევებაა, როდესაც შენ არ აძლევს შენ თავს უფლებას იტირო, იგვემო, ისედაც უკვე ძიმე მდგომარეობაში ხარ, ცოდვა ჩაიდინე და მეტად ტვირთის დამატება შენ ვერ დაგეხმარება. შენ უნდა იყო მშვიდში, მაგ დროს ბალანსში და ეხლა აგიხსნი რა სჭირდება შენგან უფალს, როდესაც ცოდვას ჩადიხარ, როდესაც რაღაც დანაშაულს ჩადიხარ. უფალს უნდა მხოლოდ ერთი რაღაც. მას სურს, რომ შენ გააცნობიერო რა დააშავე. მას არ სურს შენი სატანაზე ლოცვა ტირილით, გვემით და სხვა დანარჩენით. მას სურს შენი გადარჩენა და მას სურს, რომ შენი შეცდომა გააცნობიერო დეტალურად. რისთვის? იმისთვის, რომ აღარასოდეს აღარ გააკეთო. ნამდვილი მიტევება არის, როდესაც აცნობიერებ საკუთარ შეცდომას და როდესაც ამ შეცდომას აღარასოდეს აღარ აკეთებ. როდესაც ამ ცოდვას აღარასოდეს აღარ ჩადიხარ. ეს არის ნამდვილი მიტევება. რატომ? იმიტომ რომ შენ თუ არ გააცნობიერე შენი ცოდვა, შენ ამ ცოდვას კვლავ და კვლავ აკეთებ. წრეზე დადიხარ. ამიტომ ნამდვილი მიტევება არის გაცნობიერება შენი შეცდომის და საპირწონე საქმით ქმედებით გამოსწორება დანაშაულის. ის დანაშაული, რომელიც ფიზიკური მოქმედებით მოხდა, სიტყვა იქნებოდა ეს თუ სხვა რამ, უნდა გამოსწორდეს ფიზიკური საპირწონე სასიკეთო საქმით. ან იმ ადამიანთან, ან სხვა ადამიანთან. არ არის აუცილებელი იგივე ადამიანთან გამოასწორო შეცდომა. შენ როგორ უნდა გააცნობიერო შენი შეცდომა? შენ უნდა გააცნობიერო როგორ მიხვედი იმ ცოდვამდე. რა სისუსტე გამოიყენა შენში ბნელმა. უნდა გააცნობიერო ის საფეხურები, რითაც ამ ცოდვამდე მიხვედი, რომ აღარასოდეს აღარ მიხვიდე კონკრეტულ ცოდვამდე. შენ უნდა გაშიფრო ბნელმა სად მოგიგვარა და ამას გააკეთებ მხოლოდ გაცნობიერებით, რომ მეორეჯერ აღარ გაიმეორო ეს. და შენ თუ მიდიხარ, არაფერი არ გიჯდება, არც გაცნობიერება, არც მუშაობა, არაფერი და მიდიხარ, მოდიხარ, ვერ ხვდები რომ პირიქით გაქეზებენ, რომ ცოდვა ჩაიდინო. გაცნობიერებით შენ სატანას უკეტავ კარებს კონკრეტულ ცოდვაში, კონკრეტულ სისუსტეში. რადგან შენ აცნობიერებ, საიდან შემოიპარა შენთან, სად მოგერია, სად არის შენი სუსტი წერტილი, სად არის შენი ძლიერი მხარე. გაცნობიერებით კარებს უკეტავ სამუდამოდ კონკრეტულ ცოდვას და არ გაცნობიერებით რეგულარულად გერევა სატანა, იმიტომ რომ არ იცი საიდან გერევა, არ გაგიცნობიერებია ცოდვა. უნდა მიხვდეს საიდან შემოვიდა სიძვა შენში. რისი გაცნობიერების შემდეგ უნდა დაუკეტო ამ სიძვას კარები, რის შემდეგაც ვეღარასოდეს ვეღარ შემოდის შენში ეს ცოდვა. შენ ამ ცოდვაზე წვალებაც კი არ გიწევს, რომ ეჭიდაო, რადგან უკვე იცი საიდან შემოვიდა. ნახე, ადამიანი მივიდა მოძღვართან, მივიდა ისევ დააშავა და ეს ადამიანი ებრძვის ამ ყველაფერს, მაგრამ ვერ უმკლავდება, იმიტომ რომ არ აქვს მიცემული სწორი ფორმა მის მიტევებას. არ იცის როგორ განთავისუფლდეს ამ ცოდვისგან, რადგან გაცნობიერება არ არის გაცნობიერება, საიდან შედის მასში ეს სიძვა. მოძღვარი ეუბნება მარტო ილოცე და მოინანიე და ეს პროცესები გააკეთე და მოგეტევა. არ ასწავლის მოძღვარი, საიდან შევიდა მასში ცოდვა და როგორ უნდა განთავისუფლდეს აქედან. ამას არ ასწავლის. ეუბნება ცოდვილი ხარ და აღარ უნდა ქნა და ცუდია. გასაგებია რომ ცუდი როა, მაგიტომ მოვიდა შენთან, ხო? როცა ცოდვას ჩადიხარ, შენ გაქვს სინანულის შეგრძნების უფლება 10%, არ გაქვს არანაირი ტირილის და ამ ყველა ფუფუნების შეგრძნების მდგომარეობის ფუფუნება და უნდა მიხედო საქმეს. საქმე გაქვს გასაკეთებელი და არა ის რომ ჩამოჯდე, იტირო, იგვემო, არაფერი არ აკეთო, უბრალოდ მიხვიდე, მოხვიდე ტაძარში. ამას არაფერი არ უნდა. 10% იგზენი სინანული, 10% ის ყველა ნეგატიური შეგრძნება რაც გამოიწვია
მივიდა და დანარჩენი პროცენტი პასუხისმგებლობა აიღე საკუთარ ემოციებზე, საკუთარ ქმედებაზე და საქმეს მიხედე და გამოასწორე შენი შეცდომა და გააცნობიერე სად დაუშვი, როგორ დაუშვი, რა გააკეთე და დაამარცხე შენი ცოდვა და თქვი რომ მე ამას აღარასოდეს აღარ ვიზამ, რადგან უკვე შევხედე საიდან შემოვიდა ჩემში, საიდან დაიბუდა, სად მომერია და ვეღარ მომერევა. აღარ მოგიწევს ამდენი ჭიდავი ცოდვასთან და შენ არაცნობიერებ და გამუდმებით გეჭიდავება ცოდვა და გერევა, რადგან ვერაცნობიერებ საიდან შემოგივიდა მტერი და საიდან შემოდის შენ სახლში მტერი არიცი და ეს თუ არ იცი, რანაირად უნდა გააგდო ცოდვა შენგან. ამიტომაც ერთი და იგივე წრეზე ტრიალებ. ასევე კონკრეტულ ადამიანთან თუ ვერ გამოისყიდი ცოდვას, თუ ამის საშუალება არ გაქვს, სხვა ადამიანთან ჩაიდინე სიკეთე. ბოროტი ქმედება გაანეიტრალე კეთილი ქმედებით. ნეგატიური ქმედება ნეიტრალდება დადებითი ქმედებით. საკუთარ თავს როგორ უნდა მივუტევოთ? იგივე პრინციპით. თუ რაღაც საკუთარ თავს გაუკეთე, მაგალითად, სხვა ადამიანს საშუალება მიეცი, რომ შენთვის გული ეტკინა ხალვაჟურ ურთიერთობაში, ან ვიღაცას უფლება მიეცი, რომ ცუდად მოქცეოდა და ვერ პატიობ შენ თავს. აქაც იგივე უნდა გააკეთო. კი არ უნდა იგვემო, საკუთარი თავი კი არ უნდა ლანძღო, ის კი არ უნდა ქნა, ეს კი არ უნდა ქნა. შენ თავს უნდა უთხრა, აბა როგორ დაგვემართა ეს ყველაფერი, სად დაუშვით შეცდომა, უნდა გააცნობიერო, რატომ მოხდა ეს შენს თავს, მშვიდით და ბალანსით. იგივე პრინციპით, როგორც სხვის მიტევებასთან მიმართებაში. და შენ თავს უთანაგრძნე, რომ ეს გაიარე, გააცნობიერე, საიდან მოხდა ამ შეცდომის დაშვება და როგორც კი შენ გააცნობიერებ ამ შეცდომას, შენ ამ შეცდომას აღარასოდეს აღარ დაუშვებ და შესაბამისად შენი თავის გაპატიებს. შენი თავი იმიტომ არ გპატიობს, იმიტომ გახსენებს გამუდმებით იმ შეცდომას, რომ შენს თავს ეშინია, რომ ისევ იმ ცოდვაში ჩააგდებ, რომ ისევ ვიღაცას დააჩაგვრინებ თავს, ისევ ვიღაცას ატკენინებ გულს თავს და შენმა თავმა ეს იცის, ქვეცნობიერმა და გამუდმებით გახსენებს ამას, რომ არ დაგავიწყდეს და შენ გგონია, რომ შენი თავი ვერ გპატიობს, შენი თავი ვერ გპატიობს კი არა. შენს თავშია გააქტიურებული მექანიზმი, რომელიც გახსენებს, რომ შენ შვილო გააცნობიერე, რატომ დაუშვი ეს შეცდომა და ჩვენ ამაზე აღარ ვინერვიულებთ. შენი ქვეცნობიერი ამას გეუბნება. შენი ქვეცნობიერი იმიტომ ნერვიულობს და იმიტომ ხარ თვითგვემაში და ვერ პატიობ შენ თავს, რომ მას არ სურს იგივე შეცდომა რომ გაიმეორო და შენ მაშინვე გაგიქრება შენი თავის მიმართ გვემა და სინანული, მაშინვე აპატიებ შენ თავს, როგორც კი გააცნობიერებ, საიდან მოხდა შენში ეს შეცდომა, როგორ მოხდა, სად მოგერია სხვა ადამიანი აზრში, სად მოგატყუა, ამ ყველაფერს რომ გააცნობიერებ, შენი შინაგანი თავი დამშვიდდება და აღარ გექნება ის სინანულის შეგრძნება. ის მიხვდება, რომ შენ იგივე შეცდომას არ უშვებ. ამიტომ ესე შეგიძლია აპატიო შენ თავს, გაცნობიერებით. გაცნობიერებით დამშვიდდება შენი ქვეცნობიერი, რომელსაც ეშინია, რომ იგივეს გააკეთებ. შესაბამისად, ამ ფორმაში უნდა მიუტევო შენ თავს. შენ უნდა გააცნობიერო, რატომ, როგორ და რანაირად, რომ მეორეჯერ აღარ მოხდეს. არც შენს თავს და არც სხვას რომ არ გაუკეთო ცუდი. და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუ ცუდად მოექცევი შენ თავს, ასევე დაამატე ის, რომ კარგი მოქმედება გაუკეთე შენ თავს. მაგალითად, რამე შეიმეცნე, საპირწონედ, ან ფსიქოლოგიაში ჩაუჯექი, ან ღმერთთან მიდიახლოს, თუ ცუდად მოექცი შენ თავს, კარგი საქმე გაუკეთე გაცნობიერებასთან ერთად და იმ ყველაფერთან ერთად, რაც აგიხსენე. ბოლო-ბოლო შეგიძლია ილოცო ერთი კვირის განმავლობაში, ერთი თვის განმავლობაში შენი თავისთვის წმენდის ლოცვები, მუქთანკვეთის ლოცვები, შეგიძლია სუფთა კვებაზე დაჯდე ერთი კვირა. ცუდად მოექცი შენ თავს, მოექცი საპირწონედ, კარგად და გააცნობიერე, რატომ მოექცი შენ თავს ცუდად, რომ მეორეჯერ არ მოხდეს. და ეს არის ნამდვილი მიტევებები საკუთარი თავის მიმართ, სხვა ადამიანის მიმართ, ის რაც აღწერე და არა ის, რასაც თქვენ აკეთებთ. გონება ჩართეთ და ლოგიკა ჩართეთ ბოლო-ბოლო. მოძღვრების თემას რაც შეეხება, ვიღაც შეიძლება ჩათვალოს, რომ მე მოძღვრების მიმართ რაღაც ბრაზი მაქვს, რაღაც შეხედულებები მაქვს და რაღაც კრიტიკულად ვარ განწყობილი. მე ამაზე მეტ სწავდებ რელიგიაზე და ყველაზე და ყველაფერზე. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ვინმეს მიმართ რაღაც მაქვს. არა, უბრალოდ რაც არის ფაქტი, იმ ფაქტს აღწერ და გიზიარებთ თქვენ, რომ თქვენ ეს ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ ჯანმრთელში გამოიყენოთ და რომ ჯანმრთელი შედეგი მიიღოთ. საქმეა თქვენში და არა მოძღვარში და არა შავმაგებში ვიზეც ლაპარაკობ და არავის სხვაში არ არის საქმე. საქმე გეხებათ თქვენ, თქვენთვის არის ეს ცოდნები. თქვენ გონიათ მე არ მესმის მოძღვრები ამ ყველაფერს რატომ აკეთებენ? იმიტომ რომ მოძღვრებსაც დახვდათ ეს მექანიზმები და სისტემა. ხო, სისტემა რელიგიაში. მათაც ეს დახვდათ. და რა ქნას, ეხა სხვა რაღაც გააკეთოს, გააგდებენ მაშინვე ტაძრიდან. ზოგიერთი არც ფიქრობს ამაზე და არც აინტერესებს და ასე შემდეგ. მე აბსოლუტურად ყველას და ყველაფრის წახნაგის მხარე მესმის და ვაცნობიერებ რატომ არის ეს. მე ამას ვსაუბრობ თქვენს გამო, რომ თქვენ გააცნობიეროთ.
თავარი გასაცნობიერებელი რომ გაჯანსაღდეთ, ხალისიანად იყოთ, ერთი და იგივე ცოდვაში არ ეხვეოდეთ, განთავისუფლდეთ, ღმერთთან ახლოს იყოთ და კარგად იყოთ. მიზანი არის ეს. რეალურად ყველას და ყველაფერს სურს რომ შენ მასზე იყო დამოკიდებული. რელიგიას და მოძღვარს თავისი მოქმედებით ერთი და იგივე შეცდომაზე რომ იარო, ეს არის დამოკიდებულება, ერთი და იგივე ცოდვაზე ტრიალებ და დადიხარ და მიდიხარ, მათ სურთ რომ შენ იყო მოძღვარზე დამოკიდებული, რომ გამოდებით ცოდვა ჩაიდინო და ისევ იარო მაგ. რა თქმა უნდა, ეხა გაცნობიერებულად მოძღვარს ეს არ სურს, მაგრამ ფაქტით ეს პროცესი აქვს რელიგიას. ეს ხარვეზებია ჩადებული ხელოვნურად მასში. შაუმაგებს სურთ რომ თქვენ იყოთ მასზე დამოკიდებული, პოლიტიკოსებს სურთ რომ მასზე იყოთ დამოკიდებული, ქალაქზე დამოკიდებული ხართ, წყალზე დამოკიდებული ხართ, დენზე დამოკიდებული ხართ, ნაგვის გადაყრაზე დამოკიდებული ხართ, კომფორტზე დამოკიდებული ხართ. ყველას სურს თქვენ იყოთ დამოკიდებული. უფალს სურს რომ შენ იყო დამოუკიდებელი, თავისუფალი. ამიტომ შენ თავისუფალი თუ გინდა იყო, სხვანაირად უნდა დაიწყო აზროვნება. ჩართო ტვინი და გააკეთო ნამდვილი ღვთიური საქმე და არა ის რომ ერთი და იგივე ტალახში იცურო. შენ არ უნდა იყო არაფერზე მიჯაჭვული, უნდა იყო დამოუკიდებელი, თავისუფალი და შენი ნება უნდა გეკუთვნოდეს შენ. ჩემი მიზანი არის ეს, რომ თქვენ არავის არ მიეწებოთ. არც მე, არც სხვას და არც არავის, გარდა ღმერთისა. ღმერთი და შენ. მორჩა, არავინ არ განადიდოთ, არავიზე არ თქვათ, უი ეს რა მაგარია და ალახდილალახ და თავის დაკნევები. არავის მიმართ, შენ და ღმერთი და სიყვარული. ამაში უნდა იყო. შენ, ღმერთი და სიყვარული. მორჩა.